მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიგებთ ყველას დიდი სიყვარულით. იმედია, ყველანი კარგად გრძნობთ თავს. ძალიან მომენატრეთ, რამოდენიმე დღეა არ გამორჩენილა თქვენთან. საკმაოდ დატვირთული ვიყავი და ვეღარ მოვახერხა თქვენთან ჩაწერა ვიდეოსი და დღეს მოვედი ესეთი გაშლით. მოდი გავიგოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რატომ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში. ზოგადად ვიცით, რომ ყველა ადამიანი რაღაცა მიზეზით ჩნდება ჩვენთან, ჩვენს ენერგიებში, ჩვენს ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ უბრალო გამლელიც, ასე ვთქვათ, თუ რაღაცა წამიერი კომუნიკაცია გაკავშირებთ მასთან, ისიც კი რაღაცა მნიშვნელობით გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში. და მოდი ახლა გავიგოთ კონკრეტულად თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რისთვის გამოჩნდა, რატო გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ზოგადად. მით უმეტეს თუ გაწუხებთ ასეთი კითხვა, რომ რა დანიშნულება ქონდა საერთოდ ამ ადამიანს ჩემს ცხოვრებაშია, იმიტომ რომ ვიცი, რომ ბევრ ადამიანს ქალებს განსაკუთრებით აწუხებთ, თუ არაჯანსაღ ურთიერთობებში არიან, აწუხებთ ეს კითხვა, რომ რატო გამოჩნდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში და მოდი ახლა გავიგოთ. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი და გვარი და ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რატომ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, რა იყო მიზეზი ამ ყველაფრის. ამ შემთხვევაში მეგობრებო, გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი რატომ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში და უყურეთ, ზოგადი ფონი თქვენი არის ასეთი, თქვენ ხართ ზოგადად შინაგანად თქვენი დანიშნულება და ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა ქალი არის როგორც ტაროს არკანშია იმპერატრიცა, თითქმის ყველა ქალი არის ამ დანიშნულებით მოვლენილი ამ სამყაროში. ზოგი ავითარებს ამ მდგომარეობას, ზოგი ვერ ან არ ავითარებს, ხო? ზოგმა არ იცის როგორ უნდა მივიდეს ამ მდგომარეობამდე და თქვენ იყავით ზუსტად ამ მდგომარეობაში, მეგობრებო. ყურეთ, რეალურად თავს როგორც გრძნობდით, იყო რაღაც სულიერი შიმშილი, თითქოს იმ ყველაფერს, რაც გაკლდათ შინაგანად, ეძებდით სხვაგან, რაღაცებს შენატროდით, ის რომ მქონდეს ვიქნები სავსე, ვიქნები ბედნიერი, ეს რომ მქონდეს, თუნდაც რაღაცა მატერიალურიც შეიძლება იყო ამ სურვილებში, ხო? ვფიქრობ, რომ უფრო მატერიალური და მატერიალურ საჭიროებებზე იყო თქვენი ბედნიერება დამოკიდებული, ესეთი სურვილები გქონდათ და ეს ყველაფერი თუ გაკლდათ, ხო? მე რაღაცნაირად ან მატერიალური, ან კიდევ შეიძლება ითქვას, რომ უფრო ესეთი ჯანმრთელობის პრობლემებით შეიძლება შექმნოდეთ ამ მდგომარეობის გამო, რასაც გრძნობდით და ეს სიცარიელეს გრძნობდით შინაგანად და ამ ყველაფერს დაეძებდით გარეთ. ესე მოკლედ რომ ვთქვა და ბევრი რო არ ვილაპარაკო. გარეთ დაეძებდით, გარეთ ეძებდით ბედნიერებას მოკლედ. და იმას ვეღარ აფიქსირებდით, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანმა ბედნიერება საკუთარ თავში უნდა იპოვოს, რომ შემდეგ სხვებზე არ გახდეს დამოკიდებული ემოციურად. და თქვენ ზუსტად ეს გემართებოდეთ, მეგობრებო, ბედნიერებას ეძებდით სხვებში, სხვა ადამიანებში ან მატერიალურ საგნებში,
და მე ხდებოდით აი რაღაცნაირად მიჯაჭვული და დამოკიდებული ამ ყველაფერზე. აი რაღაცნაირად ჩემია არ გაუშვებ და აი რაღაცნაირად ჩაჭიდება გქონდათ ამ ყველაფერზე. ხო ხდებით პატარა ბავშვმა რო იცის რომ სათამაშოს არავის არ ათხოვებს, ხო იცით? აი ეგეთი მდგომარეობა გემართებოდათ რაღაცას თუ მოიპოვებდით და თუ გრძნობდით რომ ის ბედნიერებას განიჭებდეთ თქვენ. და ეს ადამიანი ზუსტად გამოჩნდა იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში აი ეს მდგომარეობა დაენგრია აბსოლუტურად, ტრანსფორმაცია მოეხდინა და გაიცამტვერებინა აბსოლუტურად თქვენი აი ეს დამოკიდებულებები, აი ეს მიჯაჭვულობები, ხომ? და თქვენი ის მდგომარეობა, რომ სხვაში ეძებდით იმ ყველაფერს და ამ დროს საკუთარ თავში უნდა გეძებნათ. ანუ აქედან გამომდინარე, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ხო, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ არც აფასებდით საკუთარ თავს რეალურად როგორიც ხართ, შეხედეთ იმპერატრიცა, აქეთ ხმლების დედოფალი, იმ ყველაფრის უკან საკმაოდ ჩამოყალიბებული ჭკვიანი ქალბატონი იმალებოდა, მაგრამ თქვენ რაღაცა აი თითქოს ხო გვაქვს ხომ ადამიანებს ისეთი პერიოდი რა, ანუ რაღაცნაირი ნეგატიური პერიოდი, ხო? თქვენ იმ პერიოდში იყავით აი ესეთ მდგომარეობაში და ვეღარ ამჩნევდით, ვეღარ აფასებდით საკუთარ თავს და საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარი ღირებულება ნულზე გყავდათ, ასე ვთქვათ, დაყვანილი. და ამ ადამიანმა თავისი გამოჩენით ეს ყველაფერი დაანგრია. არ ვიცი რა გააკეთა, როგორ მოიქცა, მაგრამ თავისი საქციელებით კარგი ჩაიდინა, ცუდი ჩაიდინა თქვენს წინაშე, თავისი საქციელებით ეს ყველაფერი მან ჩამოანგრია, თავზე დაგამხოთ, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვა, კოშკი და ეს ყველაფერი შეცვალა თქვენში, დაგანახათ საკუთარი თავის ღირებულება, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი, მითხარ. კარგი. კიდევ ვიკითხოთ, რატომ მოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. რატომ მოვიდა, რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ. ვინც პირველად მიყვართ, იცით რომ ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ ერთ კითხვას რამოდენიმეჯერ ვსვამ, რომ ერთზე ერთი რეზონირდება მეორეზე მეორე. ვიღაცათა შეიძლება ყოველაც. რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? კი ბატონო. იცით რა, ვიტყვი რომ თქვენ ეს ადამიანი რო გამოჩნდა ცხოვრებაში, თქვენს ენერგიებში შეიძლება იყოს სხვა პიროვნება და ამის გამო ჩავარდით ძალიან ისეთ გაურკვევლობაში, მაგრამ მოხდა აი როგორი სიტუაცია იცით? შეიძლება საკმაოდ დიდხანს იყავით აი ესეთ გაყინულ მდგომარეობაში, არჩევას ვერ აკეთებდით და ნუ მოკლედ ამ ადამიანის გამოჩენამ თქვენ წრფელი სიყვარული გასწავლათ? ან თქვენს რეალობაში, თქვენში შემოიტანა ისეთი რაღაც წრფელი ბავშვური სიყვარული, საკმაოდ სტაბილური და ხო, აი ცით რას ვიტყვი, ვიღაცასთან, აი ხა ესეთი ვარიანტი შეიძლება იყოს, ვიღაცას შეიძლება ყავდეთ მეუღლე, ეს ადამიანი რომ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში და ამის გამო ჩავარდით ძალიან ისეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, აი არჩევნის წინაშე დადეგით, მაგრამ ამ ადამიანის გამოჩენამ თქვენ შესაძლებლობა აი ძალა მოგცათ, რომ გაგენულებინათ ის ყველაფერი. აი გაგენულებინათ არჩევანის მდგომარეობა. და ყველაფრისთვის შეგეხედათ რაღაცნაირ სხვა მხრიდან. მიხვდით, აი მარტო ის კი არა, აი რეალურად რაც არის და რასაც ხედავ, არა, აი სხვა მხრიდან შეგეხედათ ყველაფრისთვის და აი ეს გასწავლოთ ამ ადამიანის გამოჩენამ. წრფელი სიყვარული, ბავშვური, გულუბრყვილო, რაღაცნაირად ესეთი სიყვარული და ასევე ის რომ სიტუაციებს მხოლოდ იმ თვალით არ უნდა უყუროთ, რასაც ხედავთ. შეიძლება ის, რასაც ხედავთ, რეალურად
საერთოდ არ იყოს ისეთი, როგორც არის. ანუ თქვენ როგორც ხედავთ, რეალობა საერთოდ სხვანაირი იყოს, ხო? და ამ ადამიანის გამოჩენამ გასწავლათ ეს ყველაფერი, რომ სიტუაციებს შეხედოთ სხვა თვალით. კი ბატონო. მე აშკარად ცივდები და ცოტა ხმად შეცვლილი მაქვს, მეტყობა აშკარად. ყურები ცოტა დაგუბებული მაქვს და ისე საუბრობ. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ. რატომ მოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? ეს ადამიანი რატომ მოვიდა თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, და მისმა გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში, აი რა გააკეთა, იცით, აი აბსოლუტურად ამოატრიალა ყველაფერი, იმ დონეზე შეცვალა თქვენი ის მდგომარეობა, რა სიტუაციაშიც იყავით იმ წუთას. ან ზოგადად შეიძლება გაწუხებდეთ, აი ხო არიან ადამიანები დეპრესიისკენ მიდრეკილები, რომ არიან ღამე ფიქრები, აი overthinking-ს რომ ეძახით, ხო? ბევრი ფიქრები რომ გაწუხებდეთ და აი მილიონ რაღაცაზე ერთდროულად რომ ფიქრობთ, აი ძალიან გქონდათ ეს მომენტები, ხომ? და ამ ადამიანმა თქვენი ეს დეპრესიული მდგომარეობა აბსოლუტურად ამოაყირავა და აი ზოგადად ეს ფონი შეიძლება გქონდეთ თქვენი პირადი ცხოვრების გამო, რადგან თქვენს ცხოვრებაში ჩნდებოდნენ სულ ისეთი პიროვნებები, მეგობრებო, აი როგორ გითხრათ, მთლად ისეთებიც კი არა, რომ აი რაღაც პატარები, ბავშვები და რაღაც ასე შემდეგ და უპასუხისმგებლობები, მაგრამ აი თქვენთან შედარებით ჩამოუყალიბებელი პიროვნებები. ხო, აი ესეთი ადამიანები ჩნდებოდნენ თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება მუდმივად და ამას ძალიან განიცდიდით და ამ ადამიანმა თქვენს ცხოვრებაში შემოიტანა სერიოზულობა, სტაბილურობა, ურთიერთობაზე მუშაობა. აი თითქოს იგრძენით, რომ ეს ამ ადამიანის გვერდში დგომა იგრძენით რაღაცნაირად, აი ზურგი თითქოს ხო ხვდებით, აი ესეთი მდგომარეობა. არ ვიცი, შეიძლება რაღაცაშიც დაგეხმაროთ ეს პიროვნება. თქვენს ცხოვრებაში მან შემოიტანა საკმაოდ დიდი სტაბილურობა, მეგობრებო, და იგრძენით, რომ აქამდე რაც არ გიგრძნიათ, ანუ არ გიგრძნიათ ის, რომ ვიღაცისთვის ღირებული ყოფილიყო თქვენი ურთიერთობა, თქვენთან ურთიერთობა და ამ ადამიანთან აი ეს ყველაფერი იგრძენით. ეს შეცვალა თქვენში ამ პიროვნებამ და დაასრულა აი ის ტანჯვა და ის იმდენი ფიქრები, რაც გაწუხებდათ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. აი საკითხთან დაკავშირებით, პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, სადაც ყოველთვის იზიდავდით იმას, რაც თქვენი შესაფერისი არ იყო, ვინც თქვენი შესაფერისი არ იყო. ხო, და კიდევ აქვე დავამატებ იმას, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა იმის გარეშე, თქვენ რომ არ გეზრუნათ თქვენი ვიბრაციების ამაღლებაზე, ხო ხვდებით? ანუ ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის განვითარებაზე, წინსვლაზე, შეიძლება გაწუხებდეთ ასეთი ფიქრები, მაგრამ ერთ ადგილზე გაყინული არ იყავით და სულ ვითარდებოდით, იცვლებოდა რაღაცები თქვენს ცხოვრებაში, ცვლიდით რაღაცებს მუდმივად, ხო? და აი ეს ყველაფერი ამაღლებდა თქვენს ვიბრაციებს და საბოლოოდ თქვენი ვიბრაციების შესაფერისი მამაკაცი შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში. და ამ ადამიანმა შეცვალა თქვენი აი ესეთი, ასე ვთქვათ, თავში წაშენილი მდგომარეობა. ძალიან ცუდი მდგომარეობა, რაც ძალიან აწვალებს ადამიანს და თრგუნავს მენტალურად, ფიზიკურადაც, იმიტომ რომ ამდენი ფიქრი, ამდენი ნერვიულობა, რა თქმა უნდა,
აისახება ჩვენს გარეგნობაზეც ხო მეგობრებო და ეს ადამიანი გამოჩნდა იმის გამო, რომ თქვენი აი ესეთი სიტუაციები ამოეძირკვა და შეეცვალა აბსოლუტურად. ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, ყველას დავასრულებთ დღევანდელ გაშლას, ვეცდები რომ აღარ დავიკარგო ხოლმე, შეგახსენებთ ჩემს საკონტაქტოს პირადი სესიებისთვის, ვისაც გჭირდებათ 591-16-33-35 მომწერეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დროებით